მორგი საინტერესო ინფორმაცია საქმიან დილაში ივნისში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 5.4 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 5%-ით მეტია. რომელი ქვეყნები ლიდერობენ ამ მხრივ, რა არის ზოგადად ფულადი გზავნილები და როგორ ვისარგებლოთ ამ სერვისით? თემის დეტალები ტრადიციულად ორშაბათის რუბრიკის ფარგლებში ვნახოთ. თათია ჩაფიჩაძის, გიორგი დვალის და ნიკა შელიას სიუჟეტში. ფულადი გზავნილი საგადახდო მომსახურების ისეთ სახეობას წარმოადგენს, რომლის დროსაც ერთი პირი მეორეს გარკვეული ოდენობის ფულად თანხას უგზავნის. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ. თუმცა ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო უცხოეთში ემიგრირებული მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. შესაბამისად, ყველაზე მეტი გზავნილი საქართველოში იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც საქართველოს მოსახლეობა მრავალრიცხოვანია. ამ ქვეყნებში მოწინავე ადგილები რუსეთს, საბერძნეთსა და იტალიას უკავია. მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი იკავებს. სისტემა ინტელ-ექსპრესში აცხადებენ, რომ გადარიცხვის განხორციელებისთვის აუცილებელია პირს შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი გააჩნდეს. რაც შეეხება საკომისიოებს, ეს თანხა ერთმანეთისაგან მიმართულებების მიხედვით განსხვავდება. გამგზავნილი პირის მიერ ეს ფულადი გზავნილი საკომისიო გადაიხდება შესაბამის ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც უსრულებს მას ამ დავალებას. რა თქმა უნდა, განსხვავდება ფულადი გზავნილი საკომისიოების შესაბამისი მიმართულებების მიხედვით, ანუ გააჩნია შესაბამის ქვეყანას და აქედან გამომდინარე უხეშად რო ავიღოთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინიმალური დაახლოებით 0.3% გზავნილის თანხის, ხოლო მაქსიმალური 4%. მომხმარებლებს რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ რიკო კრედიტში. ლაშა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი თანხის გამოგზავნამდე იმის გარკვევა შეძლებენ თუ არა მიმღებები ფულის აღებას კონვერტაციის გარეშე იგივე ვალუტაში. ყოველთვის პირველი არის მნიშვნელოვანი, რომ იგივე ვალუტა მიიღოს. შემდეგ რაც უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა ძალიან მარტივი არის იმ ქვეყანაში და იმ ქალაქში, სადაც იმყოფება, შევიდეს ამ გზავნილების კომპანიებზე, იქ აქვთ კალკულატორები და ეს ტარიფები ქრონიკულად იცვლება. რაც უნდა გააკეთოს, რომ შევიდნენ, ნახონ რა ტარიფია და უშუალოდ $200-ზე გასაგზავნოთ. მე როცა 300. ეს ნიხრები აბსოლუტურად იცვლება. უნდა ითქვას, რომ ფულადი გზავნილები როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური კუთხით ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. აისეტის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლაშა ლაბაძე ამბობს, რომ გზავნილების დიდი ოდენობით შემოდინება ხელს უწყობს ლარის გამყარებას, თუმცა მეორეს მხრივ ქვეყანაში არსებულ სამუშაო ადგილების სიმცირეზე მიანიშნებს. 2015-ში იყო მნიშვნელოვანი კლება ფულადი გზავნილების. წლის პირველ 6 თვეს თუ შევხედავთ 2016-ში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, 1.6%-ით შემცირდა 2015-თან შედარებით. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ეს რიცხვი დიდია, ფულადი გზავნილები ამცირებს სიღარიბეს, ეროვნული ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს და ასე შემდეგ, ბევრი დადებითი აქვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმის, რამდენად დაბალი, არახელსაღრელი პირობებია საქართველოში სამუშაო ბაზარზე დასაქმების და მანიშნებელია იმის, თუ რამდენი ბევრი ჩვენი მოქალაქე გაედინება ქვეყნის გარეთ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.4 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.9%-ით მეტია. საუბრობთ დღეს ფულად გზავნილებზე. გიორგი კეპულაძე, დილის ფინანსური მრჩეველი არის ჩვენთან ერთად. გიორგი, დილომშვიდობის მოგესალმებით. საკმაოდ საინტერესო თემა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ფულად გზავნილებს საკმაოდ ისეთი სუყი ადგილი უჭირავს და იყო ერთ დროს გვახსოვს ჩვენ საუბარი, რომ გზავნილების რაოდენობა შემცირდა, სწორედ ამიტომ ვთქვათ, გაუფასურდა ლარი და ასე შემდეგ, ამასაც აბრალებდნენ. მოდი დავიწყოთ ზოგადად ფულად გზავნილების მნიშვნელობით ჩვენი ეკონომიკისთვის და შემდეგ გადავიდეთ უკვე განხილვაზე საკომისიოებით და ასე შემდეგ. მოგესალმებით, მესალმები თქვენს მაყურებლებს. ფულადი გზავნილების მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანია სამწუხაროდ საბედნიეროდ საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ზოგადად ნორმალური ეკონომიკისთვის არ არის აუცილებელი, რომ მაინც ის დამოკიდებული იყოს მისი მოქალაქეები უცხოეთში მუშაობის შედეგად რაც გადმორიცხავენ სახლში და თავის ოჯახისათვის რაც გადმორიცხავენ. თუმცა მას შემდეგ რაც ეს მაჩვენებელი თითქმის $1.5 მილიარდია წლიურად საშუალოდ. ხო, შარშან ცოტა ნაკლები იყო. ეს რა თქმა უნდა საქართველოს ეკონომიკისთვის და ქვეყანაში ვალუტის შემოდინებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა და
ყველა ცვლილება თქვა საგარეო ფაქტორებზე როდესაც საუბრობენ, ერთ-ერთი ფაქტორი, როდესაც გზავნილები იკლებს, არის სწორედ რაღაცა იმ ქვეყანაში პრობლემები, საიდანაც აგზავნიან. ეს ქვეყნებია რუსეთი, ქვეყანა არის საბერძნეთი და შარშან გახსოვთ ამ პერიოდში საბერძნეთში, როდესაც ბანკებთან დაკავშირებული პრობლემა იყო, დღიურად 60 ევროზე მეტის განახლებას ვერ ახერხებდნენ კი, ძალიან პრობლემატური იყო და შემცირდა გზავნილების რაოდენობა საბერძნეთიდან. თუმცა ახლა უკვე მომატებული არის, ხო? ხო, ეს მთლიან მაჩვენებელში ზოგადად მომატებულია, თუმცა რუსეთის და საბერძნეთის წილი მთლიან გზავნილებში ზოგადად შემცირებულია, რადგან რუსეთ-უკრაინის პრობლემების შემდეგ იქ მომუშავე ქართველებს, რა თქმა უნდა, ისინი ხელფას რუბლებში იღებენ, შემდეგ ახურდავებენ დოლარში და აგზავნიან, გაუფასურებული რუბლით, რა თქმა უნდა, ისინი ვეღარ შეიძენენ იმდენივე დოლარს, რასაც შეიძენენ ადრე და ამან რა თქმა უნდა, გამოიწვია დანაკლისი დაახლოებით 20-25%-ით შემცირდა შარშან მთელი წლის განმავლობაში გზავნილების მთლიანი მოცულობა, ჩამორიცხული წმინდა გზავნილების. ახლა რომელი ქვეყნები ლიდერობენ? ახლა ისევ რუსეთი ლიდერობს და ისევ საბერძნეთი, მაგრამ ზოგადად მათი წილიც შედარებით შემცირებულია, თუმცა რა თქმა უნდა, დაახლოებით 40-45% მოდის რუსეთიდან გზავნილებზე, რადგან ყველაზე მეტი მოქალაქე საქართველოსი და ჩვენი თანამემამულე დასაქმებულია სწორედ რუსეთში, საზღვარგარეთ ისინი თავის ოჯახებს უგზავნიან ნაკეთებს. ანუ ლიდერების თქო პირველ და მეორე ადგილიდან ჩამოსვლა საბერძნეთის რუსეთის წარმოუდგენენ, იმიტომ რომ მათ იქ რეალურად ძალიან ბევრი დიდი წილი აქვს მათ დაკავებული. გიორგი, რამდენად არის საშუალება, რომ ადამიანმა ჰქონდეს არჩევანი, საიდან გაგზავნოს ფული? ზოგადად როგორ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა ამის არჩევანი? ანუ რას უნდა შეხედოს? საკომისიოს უნდა შეხედოს, რამდენად სწრაფია ფულადი გზავნილი, თუ არსებობს საერთაშორისო კომპანიებიც და სერვისები, რომელიც ამას აკეთებენ დღეს? კი ბატონო. პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე, გამომგზავნ ქვეყანაში რომელი არის ლიდერი, თქვათ ამ მიმართულებით მე არ კონკრეტული კომპანიების დასახელება რეკლამაში რო ჩაგვეთვალოს, მაგრამ არის ერთი რუსული კომპანია, რომელიც ლიდერობს, თქვათ საქართველოში ფულადი გზავნილების კუთხით და ერთი პერიოდი მოგეხსენებათ, ბანკები ძირითადად არ იყვნენ ამ ბიზნესით დაკავებული, შეიძლება ითქვას, ფულადი გზავნილები ძირითადად ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სხვა ორგანიზაციების საშუალებით. იმიტომ რომ არ იყო საკმაოდ დიდი წილი, თქვათ ეკონომიკაში, მაგრამ როგორც თქვი, რაღაც შემდეგ რაც მილიარდნახევრამდე გაიზარდა, ბანკებმა უკვე რამდენიმე წელია, რა თქმა უნდა, აქტიურად დაიწყეს ჩვენ სარეკლამო რგოლებსაც ვადევნებთ თვალყურს, თავაზობენ თავის მომსახურებას, რაღაცა პრიზებიც არის, გათამაშებები და ასე შემდეგ. თარიფები გიორგი იზრდება პერიოდულად თუ მცირდება? არა, მცირდება, რა თქმა უნდა, ეს არის დამოკიდებული სწორედ საბაზრო ეკონომიკაზე და კონკურენციაზე, ძალიან მაღალი კონკურენცია, ძალიან ბევრი კომპანია არსებობს, მათ შორის რამდენიმე სახელდანთქმული უცხოური კომპანია, თუმცა მათი მომსახურება შედარებით ძვირია, ვიდრე თქვათ შედარებით ნაკლებად ცნობილი კომპანიების, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც თქვათ თვეში სიტყვაზე $300 ან €300 აგზავნიან, ისინი რა თქმა უნდა ყურადღებას აქცევენ იმ საკომისიოს, რომელიც არის გამოგზავნისთვის და შეიძლება მათთვის ეს $15 და $25 დამატებითი გადასახდელი იყოს პრობლემატური. ამიტომ მათ ურჩევნიათ, რომ შედარებით დაბა საკომისიოს აქცევენ ყურადღებას, აქცევენ ასევე სისწრაფეს და სანდოობას, რა თქმა უნდა. არის თუ არა საფრთხე შემცველი, გიორგი, ეს მინდა და მეკითხა, ანუ ფულადი გზავნილი. ის აფექცირდება, საფრთხე არის ერთი, რომ ყველა მონაცემი უნდა იყოს შეყვანილი სწორად, ერთ ასოში, ერთ ციფრში, რაც კოდი ეგზავნება, თქვა, როდესაც ფულს აგზავნით, თქვა, ჩვენი ნათესავი, ჩვენ გვიგზავნის რაღაც კოდს, რომელსაც მივდივართ ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და აი ამ კოდით ან რაღაც პასვორდით, პაროლით ვიღებთ თანხას. თუ ერთი ასოც კი შეცდომით ან ერთი რიცხვი ან უბრალოდ არ შესრულდება ტრანზაქცია, ალბათ თუ რაიმე სხვა საფრთხე შეიძლება იყოს. ეხლა თან რა არის მნიშვნელოვანი, რომ ამ თანხის განაღდება შეუძლიათ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც თქვა ბანკის ეგრეთ წოდებულ თქვა ბანკში აკერა და კრედიტიფოს ნეგატიურ ბაზაში არის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში. ეს არ ირიცხება მათ ანგარიშზე, ანუ ეს თანხა. ირიცხება ცალკე, შესაბამისად, ანუ რაღაცა ჩამოჭრის საშიშროება, რომ რაღაც ავტომატურად ბანკმა დავალიანება ჩამოაჭრას გადმორიცხული თანხით, არ არის. არის გარკვეული შეზღუდვები, თქვა რაღაც არსებობს მაქსიმალური თანხა, რომლის გადმორიცხვაც შეიძლება და როგორც გითხარით, საკმაოდ აპრობირებულია, ძალიან იშვიათად, რომ ვინმე თქვა საზღვარგარეთ მყოფი ნათესავი იყენებდეს რაღაცა საბანკო ბარათს ან საბანკო ანგარიშზე უსვამდეს ამ თანხას, რადგან მისი მომსახურება გაცილებით ძვირია, მით უმეტეს თუ იზრდება თანხის ოდენობა. ანუ ეს არის შედარებით იაფი მომსახურება იმისთვის, რომ თქვა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში მიეწოდოს. თუმცა არის შიდა გზავნილებიც საქართველოს ტერიტორიაზე და ამ შიდა გზავნილების მიმართულებით ალბათ ძირითადად ქართული ბანკები არიან. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ შიდა გზავნილების იყო ერთ-ერთი ბანკის მონაცემები, თქვა რამდენია შიდა გზავნილები თუ არა. ზუსტი მონაცემები ჩვენთვის არ არის, რადგან ეს არ არის მნიშვნელოვანი რიცხვი, იმიტომ რომ საქართველოს დღეს შიდა საბანკო გადარიცხვები ძალიან გამარტივებულია, მით უმეტეს ერთი და იგივე ბანკიდან ერთი ანგარიშიდან მეორეზე შაბათ კვირის ჩათვლით ნებისმიერ დროს 5 წუთში შეგიძლიათ დაუჯინოთ თანხა ანგარიშზე, მით უმეტეს თუ რიცხავ ლარში, ეს პრობლემა არ არის, საკომისიოები არ ეხება, ამიტომ შიდა გადარიცხვების სისტემა არ იმდენად პოპულარულია, როგორც საერთაშორისო გადარიცხვების, რადგან ეს იყო თქვა პრობლემა ადრე, როდესაც საბანკო მომსახურება არ იყო და ტრანზაქციების რაოდენობა არ იყო
იყო ასეთი სწრაფი და ასეთი მრავალრიცხოვანი. ახლა უფრო საბანკო გადარიცხვები ხდება ვიდრე ფულადი გზავნილების კუთხით გადარიცხვები. რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ისევ დავბრუნდებით ეთერში და გავაგზავნებთ საუბარს რამდენიმე წუთში დაგველოდებით. განაგრძობთ გადაცემას გიორგი კეპულაძე არის ჩვენთან ერთად დილის ფინანსური მრჩეველი. კაკ ციფრებს არ მოვიყვან გიორგი 90-იან წლებში ქვეყნის მთავარი შემოსავლის წყარო საქართველოს იყო ჯართის ექსპორტი და ფულადი გზავნილები. მას შემდეგ ეს ფულადი გზავნილების ჯართი აღარ გვაქვს გათავდა. ფულადი გზავნილების ტენდენცია ასე ვთქვათ არის მზარდი. ანუ ეს არის რაღაც ცოტა ხوار ჩავიკეტეთ ამ ტრადიციაში, იმიტომ ქვეყნის ეკონომიკისთვის დღესაც არის მნიშვნელოვანი ფულადი გზავნილება. გამომდინარე იქიდან რომ ბოლო აღწერის მონაცემებითაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია მნიშვნელოვნად, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად შობადობასა და სიკვდილიანობას შორის მაჩვენებელი არ შეცვლა, არამედ გასულია ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყნიდან, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მიდიან იმისთვის, რომ იქიდან არჩინონ საკუთარი ოჯახები. ძალიან ბევრი მით უმეტეს დასავლეთ საქართველოში ძალიან პრობლემატურია ეს თემა, როდესაც ბევრი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, თქო რუსეთში სამუშაოდ და იქიდან გამოგზავნონ თანხა. ეს ადამიანები 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიდიან და შეიძლება ეხა შემცირდა რაოდენობა გასulis, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები სწორედ იმიტომ მიდიან, რომ იქიდან აგზავნონ ეს ფული. შესაბამისად, ეს თანხა წლიდან წლამდე ზრდის ტენდენცია ახასიათებდა გზავნილებს, ანუ უფრო მეც შრომობდნენ, უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა და შესაბამისად მისი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდი იყო. ეს აჩვენა სწორედ ჩარშანდელმა წელმა, როდესაც გზავნილების ამ 20%-იანმა 25%-იანმა შემცირებამ 200-300 მილიონი დაგვაკლდა გზავნილებიდან, ლარის კურსი ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და სწორედ საგარეო ფაქტორებზე ჩვენ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, ერთ-ერთი ეს იყო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო და რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, თქვათ იგივე საბერძნეთში კრიზისის გამო შემცირდა იქიდან გზავნილები და ყველა ქვეყნებიდანაც პრინციპში ევროპიდან ძირითადად შემცირებულია. ის იყო, რომ თქვათ ამერიკიდან შედარებით გაიზარდა, მაგრამ ამან რა თქმა უნდა საერთო სურათში დიდი გავლენა ვერ იქნა. საქართველოს მსგავსად, მოდი ზოგადად განვითარებად ქვეყნებზე რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვისაც ფულადი გზავნილები. ძალიან იგივე სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტიპის თქვათ ქვეყნებისთვის. თუმცა მე როგორც ვამბობ, ეს არ არის კარგი, როდესაც ქვეყანა არის გზავნილებზე დამოკიდებული ისეთ ეკონომიკურ ფაქტორზე, რომელსაც ჩვენ ვერ ცვლი ფაქტობრივად და ვერაფერს ვერ ექსპორტი შეიძლება რაღაცა გააზარდო, ეცადო რომ გააზარდო ყოველ შემთხვევაში იმპორტი შეამციროთ და ასე შემდეგ. ამას რა თქმა უნდა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ ჩვენელი ტიპის ქვეყნისთვის დამოკიდებულება გზავნილებზე ძალიან რთულია და ცუდია იმ მხრივ, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ ვცვლით და რაღაცა საგარეო ფაქტორი, ან იმ ქვეყანაში მომხდარმა პრობლემებმა შეიძლება წარმოქმნას პრობლემა ქვეყნის ეკონომიკის. იგივე თქვა ახლა როდესაც საუბარია, წინა კვირაში იყო საუბარი თითქოს რაღაცა დუმამ მისცა რეკომენდაცია პროდუქტების აკზავაზე. ანუ იგივე როდესაც ექსპორტის დივერსიფიცირებაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ უნდა იყოს დივერსიფიცირებული, არ უნდა იყოს ერთ ან ორ ქვეყანაზე დამოკიდებული, როგორ იქნება ჩვენი ექსპორტი. გზავნილების დივერსიფიცირებას ვერ გადავანაცვლებ. ხო, ბევრი არის რუსეთში წასული, ეხლა იმ ადამიანებს ვერ ვთქვით, მოდი რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადავიდე, იქიდან გამოგზავნეთ. რუსეთი ვახსენეთ, საბერძნეთი, უკრაინა, კიდე რომელი იტალია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ მხრივ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იტალიაში. იტალიის და ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებლები მოიმატა, ამერიკა არის მნიშვნელოვანი, თურქეთი გამოირჩევა ძირითადად სეზონურობით, რაღაცა სეზონზე კონკრეტული სოფლის მეურნეობის კუთხით მიდიან სამუშაოდ და განსაკუთრებით თქვა აჭარიდან, გურიდან, დასავლეთ საქართველოსთან. ამ მხრივ ეს ქვეყნებია მნიშვნელოვანი. თურქეთში თხილის სეზონს უკავშირდება. ხო, თხილის ჩაისკრეფის სეზონს უკავშირდება თურქეთში. სწორედ ამ მხრივ არის თქვა ჯობია რომ ეს ადამიანები თქვა საზღვარგარეთ მიდიან, აქ დავასაქმოთ ეს ადამიანები, აქ კონდეთ მათ სამუშაო, რომ აღარ იფიქრონ საზღვარგარეთ წასვლაზე და იქიდან ჩვენი ქვეყნიდან თუ არის ანუ არის კი ივნისის მონაცემები რაც ვნახე $16,500,000 გადაირიცხა საქართველოსდან საზღვარგარეთ, ეს ალბათ იმ ადამიანების მიერ, ვინც შეიძლება რაღაცა ბიზნეს შეთანხმების საფუძველზე გაუგზავნა, ან ის ადამიანები, რომლებიც ასევე მუშაობენ საქართველოში, არიან ჩამოსული, თქვა, უცხოელი მუშახელი და სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ მოქალაქეებს უწევთ საზღვარგარეთ წასვლა იმის მაგალითად რა აქ დასაქმდნენ და ჩვენ აქ თქვა სამშენებლობებზე და სხვადასხვა სამუშაოებზე გვიწევს ჩამოყვანა უცხოეთიდან სპეციალისტების. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი სპეციალისტები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვერ პასუხობენ იმ მოთხოვნებს,
რაც აქვს ამ ინვესტორს და ჯობია რომ ადგილობრივად დასაქმდნენ ის ადამიანები, ვიდრე თქვა საზღვარგარეთ გაცილებით ნაკლები ანაზღაურების სამოსახლო თქვა მიდიან საზღვარგარეთ და იქ ეძებენ უფრო მაღალ ანაზღაურებას და შესაბამისად იქიდან გზავნია ფულს იმის მაგალითად რომ აქ დასაქმდნენ და ეს ფული პრობლემაა, მაგრამ ალბათ ეტაპობრივად ნელ-ნელა ეკონომიკური ზრდის შედეგად და საქართველოს ეკონომიკური განვითარების შედეგად გზავნილების წილი მთლიან ეკონომიკაში შემცირდება. დიდი მადლობა გიორგი, პრინციპში ლარის კურსზე რა უნდა ვისაუბროთ, ლარი სტაბილურად ასე თქვა ტურისტებსაც გვეუბნა რომ ცოტა ესეთი დამაიმედებელი არის 2034-დან. მადლობა გიორგი კეპულაძე, დინის ფინანსური მრჩეველი იყო ჩვენთან ერთად და ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და დღის ახალი ამბებით დაგიბრუნდებით.